ინფლაციის ტემპი შენელდა ოქტომბრის 5.2%-იანი ინფლაციის შემდეგ საქსტატის მონაცემებით ნოემბერში წლიური ინფლაციის დონე 4.8%-ით განისაზღვრა. ფასები ყველაზე მეტად 10%-ით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზეა მომატებული. 8%-იანი ზრდაა ჯანდაცვის სექტორის მომსახურებასა და სერვისზე. ჰორეკა სექტორში კი 7%-იანი მატებაა. ამავდროულად 4%-ით შემცირდა ფასები კავშირგაბმულობის სექტორში. საქართველოში პირველი ინდუსტრიული მასშტაბის თვითმოხმარების მზის ელექტროსადგური აშენდება. პროექტს ამერიკული კომპანია Astorios Holding განახორციელებს. ამერიკული კომპანიის ინფორმაციით მზის ელექტროსადგური მთლიანად მოემსახურება სააქციო საზოგადოება რუსთავი აზოტს. აღსანიშნავია, რომ 24 მეგავატი პიკური სიმძლავრის მზის ელექტროსადგური 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება დაემატა. ვენეცია, რომისა და მილანის შემდეგ იტალიის უკვე მესამე ქალაქია, სადაც ვიზიარი ფრენებს ქუთაისიდან ასრულებს. რეისები ვენეცია, ქუთაისი, ვენეციის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ელიან, რომ ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და საქართველოს ავიაკავშირს ევროპასთან. კორეელი სომელიები, იმპორტიორები და ინფლუენსერები ქართული ღვინის გასაცნობად. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან 8-კაციანი ჯგუფი ესტუმრა. მათი მიზანია მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით. ტურის ფარგლებში კორეელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ტრადიციებს. მათთვის თბილისში ასევე გაიმართა რამდენიმე მწარმოებლის ღვინის დეგუსტაციაც. წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის Deutsche Bank-ის პროგნოზით მომავალი 2026 წლის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი $4,450 მიაღწევს, რაც $450 მეტია წინა პროგნოზთან შედარებით. ბანკის შეფასებით საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა გლობალური გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით და ოქროზე, როგორც სარეზერვო და სადაზღვევო აქტივზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. ამჟამად 1 უნცია ოქრო $4,200 ფარგლებში ივაჭრება.